როგორ აფასებთ ამ დამოკიდებულებას? ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს და მორჩა. ჩემთვის ეს არის სრულიად კგბ-ს ნარატივი. აქ შემოდის ისევ იმიტომ, რომ ჩვენში ნიჰილიზმი დაბადოს და საზოგადოებას არ გქონდეს განცდა ჩართულობისა, რომ შენი ქვეყანა შენ უნდა ააშენო. შენი ქვეყანა შენ გეკუთვნის. აი ეს ილიას ძირითადი პოსტა. მაგას გეუბნება შენი საქმე აკეთე, რა შენი საქმე. სპორტი და პოლიტიკა რა შუაშია? პირდაპირ კავშირშია. რა შუაშია თქვა თეატრი და პირდაპირ კავშირშია. ხო თამკიზეს ახალგაზრდება. ხომ ასეა, ხო? და რა მხატვრობაა რა, ეხა ვინ ეხა ისტორია და გადავხედოთ ისტორიას, ეხა მე ლექციებს კითხულობ ხელოვნების და სახვითი ხელოვნების ისტორიაში, ხო? ხაზგასტვითობ, თვით ვან გოგიც კი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო პირდაპირ შემიძლია გითხრათ. დაგიმტკიცებთ კიდევაც თუ გნებათ. რესპუბლიკის გაკეთება უნდა და არტისტთა რესპუბლიკის გაკეთება უნდა და ქალაქ არლში. აბა რატო ჩავიდა იქ? რესპუბლიკას აკეთებდა, სადაც ხელოვანები და ყოფილიყო დამოუკიდებელი, აბსოლუტურად და უნდა დაიფინანსებინა სახელმწიფო საქონლო და ფონდებს. აი ეს ამიტომ ეხოწებოდა თავის ძმას და ჩამოეყვანა იქ ხან რა ვიცი, გოგენი ჩაიყვანა და იქ მოხდა ტრაიკული ამბები დატრიალდა და ხალ კიდევ ეგ პოლ სინიაკი და რა ვიცი მე კიდევ სხვები. ასე რეალურად ისიც კი, ხო, ხა ვან გოგზე ლაპარაკობს, არ გათიშვილი იყო. პიკასოს შეხედეთ. თავიდან ბოლომდე ხო პოლიტიკურად განწონილია მისი ცხოვრება. ასე პოლიტიკის გარეშე არ არსებობდა მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყანა როგორც ჩვენ ვართ. სადაც თითო ადამიანს 10-ჯერ მეტი ყავს საკეთებელი ვიდრე სხვა ქვეყნებს ხო ამ შემთხვევაში. და მე საერთოდ მიმაჩნია რომ მამის გარეშე არ არსებობს. და მე თვითონ თავიდან ბოლომდე ამითი ვარ გაჟღენთილი.